იგი საოცრად გავდა იმ ქალს, რომელმაც ამ ოთახში 12 წლის წინ ხამის 4 საათზე გამაღვიძა. თეატრისა და კინოს რეჟისორი, თეატრის მოღვაწეთა კავშირის თავმჯდომარე, თეატრალური უნივერსიტეტის პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე. თითქმის ყველა ქართულ თეატრში დადგმული ცნობილი სპექტაკლებითა და გახმაურებული კინონამუშევრებით. დაიბადა იმ ოჯახში, რომელსაც რეპრესიები სერიოზულად შეეხო. ამავე რეპრესიებს მისი ოჯახის წევრები შეეწირნენ. ამის გამო საკუთარ ბავშვობას გიგა ლორთქიფანიძე წარმოუდგენლად რთულს უწოდებს. ბავშვობა ჩემი ძალიან რთული პერიოდი იყო ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში. ჩამოვყალიბდი ასე ვთქვათ ბავშვობაში გადაიარა ჩვენ თავზე 27 წელმა მერე ომმა 27 წელში ჩემს გარშემო ადამიანი აღარ დარჩა, ვინც არ დააპატიმრეს მამა, დააპატიმრეს და დახვრიტეს. დედას ყოველ დღე იბარებდნენ ორგანოში და ყოველ დღე ვიჯექით მე და მარიკა ჩემი დედა ველოდებოდით და ბრუნდებოდოთ, მაგრამ იქიდან ესე იგი მძიმე ბავშვობა იყო, ძალიან მძიმე ბავშვობა იყო. ჩვენი საამაყო ბიძა დააპატიმრეს ევგენი მიქელაძე, წყვილალი დირიჟორი, გენიალური მუსიკოსი. და ამან ძალიან იმოქმედა ჩემს პროფესიაზე, ასე ვთქვათ, რომ იტყვიან, იმიტომ რომ რა თქმა უნდა, ბავშვობიდანვე ვიყავი 5-6 წლიდან უკვე ოპერაში ყველა სპექტაკლებს ვესწრებოდი ხოლმე, იმიტომ რომ ბიძასთან მივდიოდით ხოლმე მე და მარიკა. და ევგენი მიქელაძე და ჩემი მასწავლებელი მუსიკის იყო ანასტასია ვირსალაძე, ელისო ვირსალაძის ბებია. ძალიან დიდი მედებს ამყარებდნენ ჩემზე როგორც მომავალ მუსიკოსზე და ამბობდნენ რომ აბსოლუტური სმენა მქონდა, ძალიან მაგარი სმენა მქონდა და მეც სულ ოცნებობდი ვიყავი შეყვარებული ბიძა ჩემის დირიჟორობაზე და ვფიქრობდი დირიჟორობაზე. რა თქმა უნდა, ამ ამბების მერე უკვე შეუძლებელი იყო რეგულარული მუსიკალური სწავლა, მუსიკა სჭირდება ძალიან დიდი, ასე ვთქვათ, პირობები რო იყვნენ და მივატოვე მუსიკა ძალიან განიცდიდა მას ხუთაშორის ანასტასია ვირსალაძე, იმიტომ რომ იძახოდა რომ ძალიან ნიჭიერიაო. იყო ასეთი მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე, მაშინ სონარკომი ერქვა, მგონია ბაქრაძე, რომლის შვილი ჩიარა ბაქრაძე იყო ჩემი სკოლის უახლოესი მეგობარი. და მას უგზავნდნენ ჩემთან უკვე მეგობრობას, იმიტომ რომ ითვლებოდა რომ აი როგორც თქვენ ბრძანეთ ხალხის მტრის შვილი ვიყავი და საღამოს რო დაბნელდებოდა დამისწვენდა ხოლმე ქვემოდან ფანჯარასთან და ჩუმად გავიდოდი და მახსოვს როგორც დღევანდელი დღე ჩავკიდევდით ერთმანეთს ხელს და გავიქცეოდით აი 53 სკოლის გვერდზე რო ბაღია იმას ტუპანოზას ბაღს ვეზახოდით, ტუპანოზა იყო იქ დარაჯი და აი იმ ბაღში შევიდოდით, ხიზეში დავждებოდით, ვილაპარაკებდით და მე იქიდან გამოვიპარებოდით სხვადასხვა მხარეს, რომ არავის დავენახეთ. რა თქმა უნდა, ეს იყო ძალიან რთული ბავშვობა, ძალიან რთული. გვაიძულებდნენ, რომ ჩვენ გამოსულიყავით კრებაზე სკოლაში და გვეთქვა, რომ ჩვენი მამა იყო ხალხის მტერი, რა თქმა უნდა, მე არ გამოვედი, ზოგიერთმა ჩემმა მეგობრებმა თქვეს ეგა, მაგრამ განიცდიდნენ ამას ტრაგიკულად. ისე რომ მართლა ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით ჩვენი ბავშვობა იყო საშინლად არეული იყო და საშინლად ძიმე. მერე იგი წაიყვანა ორმა მამაკაცმა, რომელთაგან ერთი შეშინებული ჩანდა. მეორე კი იღიმებოდა და პირი ვერცხლის კბილებით ჰქონდა გამოტენილი. ეს იყო ჩემი დედა. ცოტა ქუჩამაც ჩამithრია, იმიტომ რომ ისეთი პერიოდი იყო, იცით, ესე იგი დაირია ცხოვრება, ომი, შიმშილი, რაღაცა ყველაფერი და ის კი არა, ბოლოს უკვე საკმაოდ ძნელი
ბავშვიც გავხდი, ვიტყვიან. მაშინ ითვლებოდა რომ მუსიკალური ის რომ ნოტები რომ იჭეროდა ხელში, მთელი ვერა იტყოდა რომ სირისტიანიაო, ესეთი დრო დადგა ჩვენ ცხოვრებაში. და ამიტომ მალავდი ხოლმე ამ ნოტების იმას, საროჩკაში ქვედან შევინახავდი ხოლმე და თანდათან ამ ქუჩამ მე ჩამიტრია და საკმაოდ რთული ბავშვობა მქონდა. მე 12 წლის ასაკში დამემართა ეს ფეხის ამბავი, რამაც აგრეთვე ძალიან დიდი როლი ითამაშა ჩემი ცხოვრების შეცვლაზე, ესე იგი ყველანაირად. და იცით რა არის, ახლა ცოტა შეიძლება უცნაურადაც მოგეჩვენოთ, მაგრამ საკმაოდ ლამაზი ბიჭი ვიყავი და ამიტომ რომ მოვიდოდი ხოლმე ასე გასტილებით ძალიან ვეცოდებოდი ხოლმე და ეს იწვევდა ჩემში ძალიან დიდ პროტესტს და ფიქრობდი რომ არ შევაცოდი არავის თავს და ყველაზე მეც ვჩხუბობდი, ყველაზე მეც მოზრაობდი. თქვენ წარმოვიდგინეთ რომ ფეხბურთს თამაშობდი, ვალეიბოლს თამაშობდი, რომ ეს ჩემი კომპლექსი გამიჩნდა, რომ მე არა ვარ, ესე იგი ინვალიდი. გამარჯობა შვილო. გამარჯობა. გამარჯობა თქალბატონო. სკოლაში ცოტა უკელი სწავლას ამერია ცხოვრება და ის კი არა ბოლოს მომიხდა რომ როგორმე გადამემთავრებინა სკოლა წავედი სოფელში ბიძასთან აპოლონ ორთქიფანიძესთან და სოფელ ქვიტირში დავამთავრე მე-10 კლასი იქ ვისწავლე. სოფელში რომ ვსწავლობდი ამან ითამაშა ჩემს ცხოვრებაში ძალიან დიდი როლი, იმიტომ რომ მართალია აი ქვიტირში სოფელში ცხოვრობდა ჩემი ბიძა აპოლონ ორთქიფანიძე და სოფელში იყო მთელი ცხოვრება. მაგრამ ისეთი ბიბლიოთეკა ქონდა რუსული და ქართული წიგნების, რომ ესე იგი არ ვიცი ახლა სად შეიძლება ეს იყო მთლიანად ტოლსტოი, მთლიანად ასე თქვა დასტაევსკი და კითხულობდი ძალიან, იმიტომ რომ სოფელში თან ბევრი დრო მქონდა თავისუფალი და აი რაღაცა ჩამომიყალიბდა თანდათანობით ეს სურვილი, რომ რა თქმა უნდა უკვე დირიჟორობაზე ფიქრი შეუძლებელი იყო, მაგრამ ეს მუსიკა ჩემთვის დარჩა რაღაც ტკივნეულ ნაწილად და მეორე პროფესიად მიმაჩნია მაინც ჩემს ცხოვრებაში მუსიკა. სკოლის დამთავრების შემდეგ გიგა ლორთქიფანიძემ თეატრალურ ინსტიტუტში ჩაბარება გადაწყვიტა. 1954 წელს სარეჟისორო ფაკულტეტზე ჩაირიცხა. თეატრალური ინსტიტუტი მომავალი რეჟისორისთვის სრულიად ახალი სამყარო აღმოჩნდა, რომელშიც რთული ბავშვობისა და ქუჩაში გატარებული პერიოდის შემდეგ მოხვდა. შორის ჩემთან ერთად შემოვიდნენ ინსტიტუტში მიშა თუმანიშვილი, კაკო დვალიშვილი, ისინი ორივე ჩემზე საკმაოდ უფროსები იყვნენ, იმიტომ რომ მიშა უკვე ომგამოვლილი კაცი იყო, ჩამოყალიბებული კაცი იყო, კაკო გპი ქონდა დამთავრებული უკვე და ასევე ჩამოყალიბებული კაცი იყო და ტოლები ვიყავით მე და ასე რომ გამსახურდა. აი 4 კაცი მოვხდით ინსტიტუტში. ჩვენი სტუდენტობის პერიოდი ძალიან განსხვავდებოდა ახლანდელ პერიოდს ყოველ მხრივ. ეს იყო ნამდვილად მიუხედავად იმისა, რომ ომი იყო, ძალიან მძიმე ცხოვრება იყო. სამაგიეროდ სულიერი ცხოვრება მიდიოდა უმაღლეს დონეზე. აქ იყო ჩამოსული მთელი საბჭოთა კავშირის ყველაზე საუკეთესო ხელოვანი მოღვაწეები ევაკუაციაში იყვნენ და რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზში ახლანდელ მცირეს რო ეძახიან, იქ იმართებოდა მათი კონცერტები, ისინი კითხულობდნენ ნაწარმოებებს, ნაწყვეტებს პიესებიდან და ეს იყო შესანიშნავი. ამ პერიოდში ჩემმა პედაგოგმა, ჩემმა ძვირფასმა მასწავლებელმა გიორგი ტავსტონოგმა მითხრა, რომ ეხლა პირველ კურსზე ავიყვანეთო, მე რომ მეოთხე კურსზე ვიყავი, ავიყვანეთო რამდენიმე სარეჟისორო ფაკულტეტზე ავიყვანე და მათ შორის რამდენიმე გამოირჩევაო და მითხრა
ერთი არის მაღალი ესეთიო და გვარი ესა ნიშა თუმანიშვილი და გიგა ლორთქიფანიძე აკაკი თვალიშვილი. ესე იგი მშვენიერი ჯგუფი იყო. მაშინ იყო მტრიანი, ჭუჭყიანი ქალაქი, ომი, უბედურება და უცებ მოხდი 64-ში. ეს იყო რაღაც გასაოცარი აუდიტორიები, აი მერვე მეცხრე აუდიტორია დავდიოდი როგორც შეყვარებული, რომ რაღაც სასახლეში მეგონა ჩემი თავი. არაფერი იმის გარდა, ინსტიტუტის გარდა უკვე ჩემთვის აღარ არსებობდა. არც ქუჩა, არც არაფერი, ესე იგი აი მხოლოდ ინსტიტუტი და ინსტიტუტი. მოხდი ჩემის აზრით გენიალურ რეჟისორთან და პედაგოგთან გიორგი ტავსტონოგორთან. მაშინ ის ძალიან ახალგაზრდა კაცი იყო, მაგრამ უკვე ბრწყინვალე პედაგოგი, მთელი რიგი ჩვენი შესანიშნავი მსახიობების ამზდელი და რეჟისორების ამზდელი. მე ტავსტონოგორის ასისტენტად მუშაობდი სტუდენტობის დროდან, მეორე კურსიდან მასთან ასისტენტად ვიყავი და მე მომამაგრა ეს პირველ კურსელები იმისათვის, რომ საკურსო და სადიპლომო სპექტაკლებზე ტექნიკურ გაეცნონ თეატრის ტექნიკას, განათებას, რეკვიზიტს. აი ესე იყვნენ მომაგრებულები და ყველას თავისი ჰქონდა, ერთი განათებაზე იყო, მეორე რეკვიზიტზე, მესამე ტანსაცმელზე, დეკორაციები და სხვა. მიშას უყვარდა ხოლმე ამის გახსენება ხშირად. როდესაც ვიდექით ჩვენ ინსტიტუტთან ნიაზ დესამიძე ჩემი ბავშვობის საბავშვობიდან ჩემი მეგობარი იყო, ერთად ვიზდებოდით სულ და სარეჟისორო შედიხარ ხო მე ვთხარი სარეჟისორს და რამდენ კაცი იღებენ და მე ვთხარი 5 კაცი იღებენ მეც არა მეთქი რა იყო კაცო ლოტკაო ესე იგი გადაბრუნდებაო 5 კაცი რა არისო და მიშას უყვარდა გახსოვს ნიაზმა რო გითხრა იგი ჩემი ბავშვობის მეგობრის ჩემი მშობლების და მათი მშობლები მეგობრობდნენ ჩვენ ცხოვრობდით პატარაობისას, ახალგაზრდობისას, ძველი ვერის უბანში შესანიშნავი უბანი იყო, ძალიან კარგი ხალხი ცხოვრობდა და იქ რაღაცა ეს დედა მისი ქალბატონი ნინო არაჩვეულებრივი ადამიანი, არაჩვეულებრივი პიროვნებები, ეს ოჯახები და აი ძალიან გამეხარდა რომ ის მოვიდა როცა თქვა რომ გიგა ლორთქიფანიძე პირველად ტავსტონოგორმა ვერ გავგიდა მე რომ ნახე და ესა ძალიან გამეხარდა. მაშინ ხორავა იყო თეატრალური ინსტიტუტის რექტორი და აკაკი ხორავას ჰქონდა ბრწყინვალე უნარი საინტერესო ხალხის მოყვანისა ინსტიტუტში. ინსტიტუტი სავსე იყო შესანიშნავი პედაგოგებით. თანაც იმ დროს ინსტიტუტი ძალიან პატარა იყო, ესე იგი მე რო შევედი პედაგოგიან სტუდენტებიანად სულ ვიყავით 70-მდე კაცი, ესე იგი პატარა ინსტიტუტი იყო მხოლოდ ახალგახსნილი თეატრების ფაკულტეტი, ერთი ჯგუფი, სარეჟისორო ორი ჯგუფი იყო ინსტიტუტში, ჩემზე წინ იყვნენ უფრო წინ იყო ლილიო სელიანი და შემდეგ იყვნენ ესე იგი თენგიზ აბულაძე და რეზო ჩხეიძე და ისე რომ აი პატარა ინსტიტუტი იყო და რაღაც ოჯახივით ვიყავით. ერთ პატარა ოჯახივით ვიყავით. ესე რომ შევდიოდით ინსტიტუტში დილის 9 საათზე, გამოვდიოდით ღამის 12 საათზე, პირველ საათზე, ისე ვიყავით გატაცებული ჩვენი ინსტიტუტი გვიყვარდა საოცრად. მიუხედავად იმისა, რომ ერთად სწავლობდნენ, გიგა ლორთქიფანიძე მიხეილ თუმანიშვილს თავის მეორე მასწავლებლად თვლიდა, რადგან თუმანიშვილი მასზე უფროსიც იყო და ბევრად მეტი გამოცდილებაც ჰქონდა. თეატრალურ ინსტიტუტში გიგა ლორთქიფანიძემ მხოლოდ 1 წელი ისწავლა, რის შემდეგაც მოსკოვში გიწისში გადავიდა სასწავლებლად. მოსკოვი იყო თეატრალური მექა, როიტყვი ესე იგი. მაშინ განსაკუთრებით ესე იგი იყო ბრწყინვალე თეატრების, საფხატვრო თეატრის, ასე ვთქვათ, განვითარების დიდი ეტაპი იყო მცირე თეატრი, ვახტანგოვის თეატრი, ტაიროვის თეატრი, ერთი მეორეზე საინტერესო სპექტაკლები და წავედი სრულიად მარტო ამ შიერი, წყურვალი, უფულო, არც სახლი იქ, არც კარი, არც არაფერი, წავედი და იქ ასე იყო, რომ მე შემეძლო უგამოსდოდ შევსულიყავი მეორე კურსზე. იმიტომ რომ რადგან პირველი კურსი დამთავრებული მქონდა აქადა ჩვენ ინსტიტუტს თბილისის თეატრალურ ინსტიტუტს მაშინაც ძალიან დიდი ავტორიტეტი ჰქონდა და ესე მეორე კურსზე მაგრამ მე შემეშინდა იმისი რომ არ იყო ხალხთან ჩამორჩენილი ვინც უკვე პირველი კურსი გაიარეს
და ამიტომ მივიღე ოფიციალურ გამოცდებში, უგამოცდოდ მიღებდნენ და არა უდიდესი კონკურსი იყო 45 წელი იყო უკვე ფრონტიდან ხალხი ბრუნდებოდა და კონკურსები იყო რაღაც ფანტასტიკური ინსტიტუტებში. და თქვენ წარმოიდგინეთ რომ ჩავაბარე, კარგად ჩავაბარე და მიმიღეს და ჩემი მასწავლებლები მოსკოვში იყვნენ ჩემი საზრით უწყინალესი პედაგოგები და რეჟისორები ალექსეი პაპოვი, ასეთი საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი და მარია კნებელი. მოსკოვიდან ზოგჯერ ჩამოდიოდა ხოლმე არ დადეგებზე და ხან ხვდებოდით, ხან ვერა, იმიტომ რომ მეც უკვე დაკავებული ვიყავი და ინსტიტუტში მუშაობდით, მარჯანიშვილის თეატრში ერთად მუშაობდით. ამას წინებზე რეზო ჩხეიძემ დაწერა მოგონება, რომ მოსკოვში ჩვენ ცხოვრობდით, ქართველების საერთო ცხოვრებელი იყო, ქართველი სტუდენტების საერთო ცხოვრებელი და ერთ ოთახში ცხოვრობდით, ესე იგი 4 კაცი. რეზო ჩხეიძე, თენგიზ აბულაძე, სულხან ცინცაძე და მე. ახლა სხვანაირად ჩავმართვით, მაგრამ მომავალში 4 საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი. შივრები გაცებული ბინა ოთახში საშინელი პირობები იყო და იქაც ესეთი გატაცება ჩვენი პროფესიით და ასე შემდეგ. მე ვიცი რეზო თაბუკაშვილისგან და ასევე მისგანაც, რომ საერთო საცხოვრებელში მოსკოვში ერთად ცხოვრობდნენ და ყინვაში ომის დროს, ეს არის ომი 44 წელი თუ არ ვცდებით 43 რაღაც ესე და ჭაჭა ჩამოვიდა რეზოს ხარაგაულიდან რამდენიმე ლიტრა არ ვიცი და ეს დალიეს ამათ და ჭაჭა და აბსოლუტურად საოცარი თვალები ვიყავითო რომ მე წავედითო და კრემლთან რაღაცა თხრიდნენ იქაო და ლაპისინე ნიჩმები ეკ და ჩვენ წავიღეთო და თხრიდითო და იმ დროს წარმოგიდგენთ თხრიანი ისინი კრემლს თხრიანი კრემლის ძირში რაღაცეებს თხრიან ისეთი თვალები ვიყავითო და მე რომ მოვიდა პატრული ახლა დადიან რაღაცები და რასაკეთ დაბარა უნდა ვაკეთოთო და იფიქრეს ეს ალბათ დაგვანების თავი და მე ერთმანეს ვასხავდით ჩაიდანსო ცივ წყალს რომ გაგრილებულიყვნენ ესე იგი იმდენი ჭაჭა თავლიეთო მოსკოვში სწავლისას სტუდენტებმა ღამის სტუდია ჩამოაყალიბეს და სწავლის პარალელურად სპექტაკლებსაც დგამდნენ. მოგვიანებით თავად გიგალორთ კიფანიძე რამდენიმე ფაკულტეტის დრამატულ წრეში ასწავლიდა კიდეც. ეს მისთვის სერიოზული პრაქტიკა იყო. ამიტომაც ინსტიტუტის დასრულებისას მას როგორც მომავალ რეჟისორს უკვე საკმაოდ დიდი გამოცდილება ჰქონდა. ამავე ინსტიტუტში გაჩნდა მისი პირველი შემოსავალიც. ალბათ ხანდახან გაჭირება კაია. იმიტომ რომ ესე იგი ახლა დედაჩემი ეს გუვერნანტკებით და იმებით დენშიკებით გაზრდილი გენერალ მიქელაძის ქალიშვილი იძულებული გახდა შესულიყო სადაც არტელში ძაფსახლები არტელი იყო სადაც ესე იგი მუშაობდა დღე-დაღამე რომ მარიკასთვის და ჩემთვის მიეცა განათლება და შევენახეთ ჩვენ და ამიტომ დედა მოსკოვში რაღაცას მიგზავნიდა ძალიან უმნიშვნელოს ხა რო გასმეროთქოს აი 600 მანეს მიგზავნიდა თვეში მე 600 მანეთი მაშინ იყო დაახლოებით 2 პორცია ხარჩო იყო რა იწყეს და პატარა ამანას მიგზავნიდა ხოლმე ჭადის ფქვით რაღაცით და ამიტომ გადავწყვიტე რომ უნდა ვისწავლო ისე რომ დედაჩემის დახმარება აღარ დამჭირდეს ამიტომ მიზნად რომ უნდა მივიღო სტალინური სტიპენდია ეს საკმაოდ დიდი თანხა იყო და მივახცე მეორე კურსზე უკვე სტალინური სტიპენდიანტი ვიყავი ეს იყო 850 მანეთი თვეში ეს კარგი თანხა იყო დედას მოვწერე წერილი რომ დედა მე შენი ეს გამოგზავნა აღარ მჭირდება მე ჩემ თავს ვინახა უკვე თავისუფლად მეთქი ამას მოყვა ცრემლიანი დედაჩემის წერილი რას ქვია არ გინდა მაგრამ მე დავარწმუნე რომ მართლა შემეძლო უკვე ნორმალურად მეცხოვრო მშიერი არ ყოფილიყავი სხვა არაფერი მაშინ ესეთი ფული არ იყო რომ ეს ამეთი ფუფუნებაში ყოფილიყავი მაგრამ რომ მშიერი არ ყოფილიყავი მოსკოვში ინსტიტუტის დასრულების შემდეგ გიგალორთ კიფანიძეს თბილისში ჩამოსვლა და მუშაობის დაწყებაც შეეძლო მაგრამ ამის ნაცვლად ლიტვაში წავიდა. 2 წელი ლიტვის რუსულ დრამატულ თეატრში იმუშავა. ამის გარდა 2 სპექტაკლი კაუნასის მუსიკალურ დრამატულ თეატრშიც დადგა. ეს მაშინ, როდესაც კაუნასში დაძაბული ვითარება იყო და სროლაც კი ისმოდა. ამის შემდეგ მიხეილ კვესელავას მოწვევა მიიღო და თბილისში თეატრალურ ინსტიტუტში დაბრუნდა. პარალელურად ინსტიტუტსა მუშაობდი გორის თეატრში.
სადაც დავდგი ორი სპექტაკლი. გორის თეატრში მუშაობდი იმის გამო, რომ იმ დროს გორში მუშაობდა ჩემი საზრით უწყინვალესი ქართველი რეჟისორი ვასო ყუშიტაშვილი. უდიდესი ასე ვთქვათ, მოაზროვნე არისტოკრატი, ინტელიგენტი და ძალიან საინტერესო თეატრი ჰქონდა მაშინ გორში, ერთ-ერთი საუკეთესო თეატრი იყო საქართველოში. და მინდოდა ეს სკოლაც გამევლო და ყუშიტაშვილთან მემუშავა. და ორი სპექტაკლი დავდგი ყუშიტაშვილის თეატრში, გორის თეატრში. და მე რაც ამ ორ სპექტაკლს კარგი სახელი გაუვარდა, ჩამოდიოდნენ თბილისიდან, უყურებდნენ ჩემს სპექტაკლებს და ნახა ჩემი სპექტაკლი, ერთი სპექტაკლი ვახტანგ დაბლიაშვილმა და მომიწვიეს მარჯანიშვილის თეატრში, სადაც შემთავაზეს სპექტაკლის დადგმა. ჩემ ბავშვობაში და ახალგაზრდობაში ჩვენ გაყოფილები ვიყავით რუსთაველებად და მარჯანიშვილებად. მე მარჯანიშვილები ვიყავი ყოველთვის, იმიტომ რომ გიждდებოდი მართიაძე და მართლა ისეთი დასი, როგორც მარჯანიშვილის თეატრში იყო, მე მგონი, საერთოდ სოფლიოში არ ყოფილა ეგეთი დასი. მე ახლა ინგლისური დასებიც მინახია, სამხატვრო თეატრისაც, მცირე თეატრზე, ვახტანგოვისა. ერთი ორი, მაგრამ ასე მასიურად რო ყოფილიყო ბრწყინვალე მსახიობების დასი მე არ ვინახია და აი მომეცა ამის საშუალება. და პირველი სპექტაკლი დავდგი, ახლა წარმოიდგინეთ ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც დგას მარჯანიშვილის თეატრში სპექტაკლს სასტუმროს დიასახლისი გოლდონისა, სადაც თამაშობდნენ ვერიკო ანჯაფარიძე, სერგო ზაქარიაძე, შალვა ყამბაშიძე, ჟორჟოლიანი, კვანტალიანი, მაშინ ახალგაზრდა მსახიობები მარინა თბილელი და ედიშერ მაღალაშვილი, აბა მერი დავითაშვილი, საოცარი დასი. და ძალიან კარგად წავიდა ჩვენი მუშაობა, ისე რომ შუა მუშაობაში უკვე შემთავაზეს შტატში, რომ ჩავერიცხეთ თეატრში და ჩავერიცხეს მარჯანიშვილის თეატრის შტატში, სადაც გავატარე ფაქტიურად მთელი ჩემი დასაწყისი ცხოვრება. მარჯანიშვილის თეატრში მსახიობების მაშინდელმა ცნობილმა გუნდმა თეატრში გამოჩენილი ახალგაზრდა გიგა ლორთქიფანიძე კარგად მიიღო. ამბობს, რომ მათთან მუშაობისას, როგორც რეჟისორს, პრობლემები არასოდეს ქონია. არ შემხოდრე არავითარი წინამდებობა. ეს ხალხი, როგორც ბავშვები ისე მუშაობდნენ ჩემთან, ესე იგი, ისე გამგონებდა ეს. ახლა ვერიკოზე მაგალითად ყველა ამბობს, რომ რთული ქალი იყო, რთული. რთული შეიძლება ცხოვრებაში უფრო იყო და მუშაობაში რთული არ იყო, დამყოლი იყო ძალიან და საინტერესოდ მუშაობდა და მე მგონია, რომ ბრწყინვალედ ითამაშა მირანდალინას როლი. საერთოდ ვერიკოსთან მე მომიხდა მე რამოდენიმე როლიზე მუშაობა და ერთ-ერთი ჩემი უკანასკნელი სპექტაკლი მარჯანიშვილის თეატრში და ვერიკოსაც უკანასკნელი სპექტაკლი შთამომავლობა, ქვია გურიელის ქალი რო ითამაშა ჩემის აზრით შესანიშნავად სახასიათო როლები ითამაშა უფრო ჩემთან. ეს არ არის მოსაწყენი რეჟისორი. აი ასეთი რეჟისორები არის ცოტა ყავდა. აი დოდო ალექსიძე შემიძლია ვთქვა, ის იყო რეჟისორი, რომელიც ატარებდა ზეიმსთან და მისი რეპეტიციები იყო უკვე ზეიმი იყო. თავისთავად იყო წარმოდგენები, ცალკე რეპეტიციები და აი ამ რიგს ანიკუთვნება ვფიქრობ გიგა ლორთქიფანიძე, რომელიც ასევე რეპეტიციებიდან ქმნის რაღაც გარკვეულ დღესასწაულებს ალბათ და არის საინტერესო. მარჯანიშვილის თეატრში ყველაზე გახმაურებული გიგა ლორთქიფანიძის მიერ დადგმული ნოდარ დუმბაძის მე ბებია ილიკო და ილარიონი აღმოჩნდა, რომელსაც დასაწყისში უფრო მეტი მოწინააღმდეგე ჰყავდა ვიდრე მომხრე. თუმცა ამას ხელი ნამდვილად არ შეუშლია რეჟისორისთვის თავისი, ბევრისთვის მოულოდნელი გადაწყვეტილება ბოლომდე მიიყვანა და გახმაურებული სპექტაკლი დაედგა, რომელმაც მარჯანიშვილის თეატრში ბევრი სიახლე მოიტანა. მარჯანიშვილის თეატრში ჩემთვის საეტაპო პერიოდი იყო, როდესაც ჩემმა ბავშვობის მეგობარმა, ისე ასევე რეპრესირებული ოჯახის შვილმა ნოდარ დუმბაძე მომცა ხელნაწერი, ვიცოდი მანამდე რომ შვენიერი ნოველებს ბეჭდავდა ნიანგში უფრო და ვიცოდი რომ იყო უნიჭერესი კაცი, მაგრამ მომცა ხელნაწერი ბებია ილიკო და ილარიონის და აი მთელი ღამე ვკითხულობდი და დამერწმუნეთ რა, რომ მთელი ღამე ვტიროდი და ვიცინოდი ხმამაღლა. ისე რომ ჩემს შეგონათ ხანს ხარ დაემართა უკვე ახალი შერთული ყავდა თანაც ქეთინა. და აი მაშინ გამიჩნდა ის რაც ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია ჩემის აზრით ადამიანისათვის, რომ
მე ვიფიქრე, აი ეს რო არ დავდგა, მე მოვკვდები, ესე იგი, იმდენად გამიტაცა ამ ამბავმა. რატომ? იმიტომ რომ ეს რაღაც ჩვენი ბიოგრაფიასავით იყო. ჩვენ ზურიკელები ვიყავით, ცოტა აცვენილებით, ცოტა ცელქებით, რაღაცა. მე იმ დროისთვის ეს ახალი მოვლენა იყო ლიტერატურაშიც და თეატრშიც, რამხრივ, იმიტომ რომ არ შეიძლება რომ პიესის გმირი ყოფილიყო არა ხუთოსანი, არა მოწინავე, არა დამკვრელი და უშუალოდ რაღაც არა და არამედ იყო ერთი აწყვეტილი მხიარული სამოსანი ძლივძლივებით სამოსლის იღებდა ესეთი ბიჭი და მისი ახლობლებიც ასეთები იყვნენ. ილიკო და ელარიანი ხუმარა ხალხი, ის კი არა ერთი ცნობილი კრიტიკოსი მე გვაკრიტიკებდა ხოლმე მედანოდარის რომ რა არის ეს უტასო არც კომუნობა ამ სოფელში არც რაიკომია არც კომკავშირი არაფერი რანაირად შეიძლება ესა თეატრში წარმოდგენილმა გიგა ლორთქიფანიძის მებები ილიკო და ილარიონმა ესე იგი სწორედ განავრცო ლიტერატურული მასშტაბი ნოდარ დუმბაძის და მე უკვე აღარ ვამბობ იმას რა სიახლე შემოიტანა ქართულ თეატრში ეს ეგრეთ წოდებული ესთეტიკური პრინციპი რომელსაც ქვია ყოფის პოეზია ბილეთები იყიდებოდა დაახლოებით 4 თვით ადრე 3-4 თვით ადრე ის კი არა ერთმა იყიდა ბილეთი ნესტორ ჭილაძე იყო ადმინისტრატორი მაშინ და რომ მისცა ბილეთი 3 თვის მერე უნდა ყოფილიყო ეს სპექტაკლი და ბატონო ნესტორ ეს ბილეთი რაენ შევინახო 3 თვე ესე იგი რაც ფარატინა პატარა ხავალდი 3-4 თვით ადრე ყიდულობდნენ ბილეთი იყო პერიოდები როდესაც თვეში 20-22 სპექტაკლს თამაშობდით ბებიელი ყველარიოს რაღაცა ქვია სასწაული მოხდა ესე იგი ინგრეოდა თეატრი ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით სპექტაკლის მიმართ კრიტიკული დამოკიდებულება გაჩნდა. მაშინ იმასაც კი ამბობდნენ, გიგა ლორთქიფანიძე თეატრში გურულ ანეკდოტებს დგამსო. ამის მიუხედავად მსახიობები, რომლებიც რეჟისორმა სპექტაკლში დააკავა, მალევე მიხვდნენ, რომ საინტერესო და მნიშვნელოვან ნაწარმოებთან ჰქონდათ საქმე და კრიტიკისთვის ყურადღება არ მიუქცევიათ. მათგან ერთ-ერთი სესილია თაყაიშვილი იყო. სესილია თაყაიშვილის ბებია გადაიქცა არა ჩვეულებრივ პერსონაჟად, არამედ რაღაც ყველამ ჩათულა თავის ბებიათ რომ იწვიან და იმ პერიოდში ოჯახებში ეკიდათ ხოლმე სურათები ბებიას როლში სესილია თაყაიშვილი. და მე მახსოვს ერთი შესანიშნავი მოვლენა რომ ჩამოსული იყო საქართველოში ჟან დარკანტი იყო ასეთი ფრანგი რეჟისორი და პროდიუსერი შესანიშნავი რეჟისორი. და ნახა ბებია და აღტაცებული იყო სპექტაკლის, მაგრამ მე ჩემთან კაბინეტში შემოვიდა და მითხრა რომ ეს არაერთ არის თქვენი ბებია არ არის ეს ბებია ჩემია ეხლა პროვანსში ცხოვრობსო და თავის ბებიათ მიიღო და მე მithხოვა რომ გამაცანითო და სესილია მაშინ 53 თუ 54 წლის იყო ასე მოხუცი კი არ იყო როგორც სპექტაკლში იყო ხო და რო შემოვიდა სესილია ენერგიული ესეთ არა მე ბებიაზე გითხარით და ეს არის მე კიდე რო უთხარი ეს არისო დაიჩოქა და კაბის კალთაზე აკოცა და უცხარო მე ამის და მსგავსი და ნუ ძალიან ისეთი ფრაზა თქვა რომელიც გაგვახარა რომ მე ვერ წარმოვიდგენდიო რომ საქართველოში არსებობდა ასეთი მსახიობური სკოლა ფრანგული კომედიური სკოლის ასე ვთქვათ დონის და მაღალი შეფასება მისცა სპექტაკლს მე ბებია ილიკო და ილარიონს მარჯანიშვილის თეატრში ნოდარ დუმბაძის კიდევ ერთი ნაწარმოების მიხედვით დადგმული სპექტაკლი მოჰყვა. ეს იყო მე ვხედავ მზეს გოგი ქავთარაძით მთავარ როლში. ბატონმა გიგამ მე მაკურთხა და პირველად სცენაზე როგორც მსახიობი, თუ ჩემი მშობელია ასე ვთქვათ რა, მამობილად ითვლება და ასეც არის დღემდე. ბატონმა გიგამ რაც ჩემ ცხოვრებაში რაც გააკეთა, ამას მართლა საკუთარი მშობელი არ გიზავს. არა მარტო რომ გამომიყვანა მე წლების განმავლობაში სულ ჩემგვერდით იყო და აქამდე ჩვენ ახლა ჯერ ვიყავით ესე და ახლა მეგობრები ვართ ხო? მართალია მე ბატონ გიგას უკვე დავახლოვდი კიდევ 100 წლებით მეგონია. ნოდარ დუმბაძის გარდა გიგა ლორთქიფანიძისთვის მოგვიანებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა მუშაობა პოლიკარპე კაკაბაძესთანაც. ამბობენ რომ რეჟისორი ყოველთვის ზუსტად ირჩევდა იმ პიესებს, რომელთა მიხედვითაც დადგმულ სპექტაკლებს მისთვის წარმატება მოჰქონდა და ზუსტად ირჩევდა მსახიობებსაც, თუმცა ხშირად მისი არჩევანი და გადაწყვეტილება ბევრისთვის მოულოდნელიც კი იყო. მოულოდნელი გადაწყვეტები ბევრი მიმიღია, როდესაც ფიქრობდნენ რომ ეს იმის როლი არ არის, ნუ დავუშვათ იგივე მაგ სპექტაკლში
კუკური ლაფერაძე ითვლებოდა რეზანიორ მსახიობად რა, ესე იგი მირებს თამაშობდა რაღაც დადებით პერსონაჟებს და უცებ ბეჟანაზე რო დავნიშნე, ამან გამოიწვია დიდი გაკვირება თეატრში, იმიტომ რომ როგორი თამაშობს ასეთ სახასიათო როლს კუკურიო. ასევე გოგიზე გაგონება არ უნდა, ვერიკო იყო მაშინ დირექტორი თეატრის და მითხრა ვინა ქავთარაზე არის გამიგია კაცო ეს კაცი და ნუ იცოდა რომ რეჟისორის თანაშემწე იყო სხვა არაფერი. ხო და ისე რომ მოულოდნელი გადაწყვეტილებები მიმიღია ხოლმე რომ ქვია და ნუ რა ვიცი ახლა ჩემზე ასე ამბობენ რომ მე სწორი გადაწყვეტილებების მიღება ვიცი როლების განაწილების დროს. ძალიან დიდ პატივს სცემს ლიტერატურულ მასალას, ავტორს. ესე იგი, როდესაც ის იღებს რაღაც ნაწარმოებს, სხვა რაღაცას არ ადგამს. მე სულ მიკვირს ხოლმე, როდესაც იღებენ ერთ პიესას და სხვა რაღაცას დგამენ, იმიტომ რომ თუ გინდა ვთქვათ შენ ბალაგანი დადგა, ამისთვის ტრაგედია არ უნდა აიღო შექსპირის, იმიტომ რომ არსებობს ბალაგანის ჟანრის გენიალური ნაწარმოებები. მარჯანიშვილის თეატრში ვერიკო ანჯაფარიძესთან მუშაობა საინტერესო იყო, თუმცა ამავე დროს რთულიც, რამაც გიგა ლორთქიფანიძის მარჯანიშვილიდან წასვლა განაპირობა კიდეც. სწორედ ამ დროიდან დაიწყო მისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი, რომელიც რუსთავის თეატრს უკავშირდება, სადაც მან არაერთი ცნობილი სპექტაკლი დადგა. მათ შორის ფსკერზე, ფიროსმანი, მაესტრო და კოლხეთის ცისკარი. ვერიკო იყო ჩემის აზრით გენიალური მსახიობი, მაგრამ როგორც პიროვნება საკმაოდ რთული ქალი იყო, ძალიან რა ქვია მაგას ძალაუფლების მოყვარული და სულიად კანონიერად მიაჩნდა რომ ეს მისი თეატრი იყო რო იტყვიან. ამიტომ მე ეს კონფლიქტიც გაღვივდა როგორც ალბათ მოგეხსენებათ ურთიერთობები ჩვენი გადაიქცა რაღაც თაობების დაპირისპირება და 27 კაცი ჩემი მეთაურობით მიუხედავად იმისა რომ მე ამ დროს ვიყავი თეატრის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი პირველი მე ჩავდექი ამ ხოლოს სათავეში და წავედით თეატრიდან და წავედით რუსთავში და ჩემი აზრით შექმნილი ძალიან საინტერესო თეატრი. რომ აი არაფერი არ გაიგეთებინა თეატრში თვითონ ის ფაქტი როცა მან რუსთავის თეატრი გახსნა და ეს იყო მოვლენა იმ დროინდელ ქართულ თეატრში და ეს თეატრი თავისი მსახიობთა ანსამბლით იქცა ძალიან მალე ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს თეატრად და შეიძლება ითქვას რაღაც პერიოდში ის იყო პირველი თეატრიც კი საქართველოში და საზღვარგარეთოს გარეთაც რამდენჯერმე გავიდნენ და საკმაოდ დიდი წარმატებით. სირენო დე ბერჟერაკი რო გავხსენით თეატრი, ნუ მართლა ეს დღესასწაული იყო, საოცარი და მახსოვს რომ ტაში გრიალებდა და ამ დროს სერგო ამოვარდა ზაქარიაძე პარტერიდან სცენაზე და თქვა რომ ეს არის დიდი მოვლენა, რომ დაიბადა ბრწყინვალე თეატრი და მაგრამ ერთი რამე გითხრა რომ თეატრის დაბადება უფრო ადვილია შენახვა ამ ერეძნელიო. რუსთავის თეატრში არაერთი წარმატებული სეზონის მიუხედავად, გიგა ლორთქიფანიძე მოგვიანებით მარჯანიშვილის თეატრში კიდევ ერთხელ დაბრუნდა და სპექტაკლების დადგმაც დაიწყო. როცა მე მეკითხები ამ ხოლმე ყველაზე უფრო სწორნაბიჯად რა მიგაჩნია თქვენ ცხოვრებაში, რუსთავში წასვლა მეთქი და ყველაზე დიდი შეცდომა დაბრუნება მეთქი, იმიტომ რომ დინარეში ორჯერ არ შედიანო, ნათქვამია რა და მიუხედავად იმისა, რომ მარჯანიშვილში რომ დავბრუნდით, საინტერესო სპექტაკლები დაიდგა მაშინ, ესე იგი დაიდგა კახაბერის ხმალი, ერთ-ერთი ჩემი უსაყვარლესი სპექტაკლი, ოიდიპოს მეფე, შთამომავლობა, ისე რომ საინტერესო იყო, მაგრამ მაინც ვერ გამთელდა ეს ურთიერთობა, იცით, ესე იგი მაინც რაღაცა ეს კონფლიქტური სიტუაცია ვერ დაწყნარდა, რო იტყვიან. რამდენიმე თეატრში მუშაობისა და გახმაურებული სპექტაკლების დადგმის შემდეგ გიგა ლორთქიფანიძემ კიდევ ერთი არჩევანი გააკეთა. ამჯერად არა თეატრის, არამედ კინოს სასარგებლოდ. მისი პირველივე ნამუშევარი ქართულ კინემატოგრაფში ყველაზე მასშტაბური აღმოჩნდა. ეს იყო ჭაბუა ამირეჯიბის დათა თუთაშხია, რომელიც გიგა ლორთქიფანიძემ 7 სერიად გადაიღო. რეჟისორი, რომელიც კინოზე არ ფიქრობს, მე რეჟისორად არ მიმაჩნია. კინოზე შეიძლება არ დადგას არასოდეს, მაგრამ რომ ფიქრი კინოზე უნდა კონდეს რეჟისორს. ეს ჩვენი პროფესია, ესე არ არის, რომ მანდამაინც კინო რეჟისორი და თეატრალური რეჟისორი. ხო და ნუ თანაც კიდე მოხდა ის სასწაული, რაზედაც შეიძლება ადამიანმა იფიქროს, ინატროს, რომ წავიკითხე დათა თუთაშხია, ფანტასტიკური ნაწარმოები, ჩემი აზრით უდიდესი რომანი, საუკუნის რომანი და
იგივე დამემართა რომ ეს ვარ დავდგე არ ვიცი სიცოცხლე არ შემიძლია ამის გარეშე თუ დათამ არ გაიარა ჯოჯოხეთის ყველა კარიბჭე როგორც სიტყვიან და ბოლოს არ მივიდა რაღაც გენიალურ დასკვნებამდე შეიძლება ეს აი ერთ სპექტაკლში რო დაგეძე ან ერთსერიანი ფილმი რო გადაგეღო შეიძლება გამოსულიყო რაღაც დედექტივიზმის გავსი მეორად უფრო ნაკლები სიღრმის მაშინ არ არსებობდა მრავალსერიანი ფილმები და დამებადა იდეა რომ ეს უნდა ყოფილიყო მრავალსერიანი ფილმი სწორედ რატომღაც მოხდა ასეთი დამთხევა რომ კინოსტუდიის მაშინდელმა ხელმძღვანელმა რეზო ჩხეიძემ და კომიტეტის თავმჯდომარემ კინოგრაფ ჯვარიშვილმა გადაწყვიტეს რომ მოდი ეს გიგას გავაკეთებინათო და შემომთავაზეს და გადავიღე ეს ფილმი ჩემს აზრით საინტერესო ფილმი არ ვითამაშე დასაწყისში მთელი საქართველოს თამაშობს იმიტომ რომ როგორც ბატონი გიგა ამბობს რომ მე მეგონა თამაშობ და თუმცა არ თამაშობ ამ პერიოდში რუსთავში მუშაობდი ჰამლეტზე რეპეტიციები მქონდა ძალიან ცხელი ზაფხული იყო და შუა ზაფხულში როცა საერთოდ თეატრები ისვენებენ და ჩვენ კიდევ მუშაობდით ხო და მსახიობები როცა მათი სცენარი იყო სიცხისგან დაღლილები და ესა გარბოდნენ გარეთ რომ ცოტა გაგრილებულიყვნენ ხო და აი ასეთ პერიოდში ბატონმა გიგამ დაიკავა აკაკი ვასაძე ფილმში და ბატონი აკაკი ამ დროს ავადმყოფი იყო მას სიცხლის გათეთრება ჰქონდა იქიდან მოსული დაღლილი უნდა ავტობუსით წამოსულიყო რუსთავში და მე ხშირად ვეუბნებოდი რომ ბატონო აკაკი იცით რა როცა თქვენი სცენა არ იქნება ნუ ჩამოხვათ დაისვენეთ და როგორ შეგონია მე დავიღალე როგორ არ დაიღლებოდი არა შენ უგეშე და არ მიდიოდა ხოლმე და ყვებოდა ხოლმე გადაღების და იქიდან ვიცი აი ზოგიერთი ის რომ როგორ გიგა როგორ შეპყრობილი იყო ამითა და როდესაც შენ ალი მოგედება ცეცხლი ის ნაწარმოები როდესაც შენ წვავს და ისა რო არ გამოვიდეს გარეთ არ შეიძლება უნდა თქვა ის აღმოთქვა შენმა ქმარმა დააპატიმრა ვიყავით ბატონ მოშნისთან ჩვენ ვთხოვეთ უშველე რამე ჩვენს მოშიავს თქვა ასე მითხრა იმდენი არაფერი დანაშაული აქვს მოშიავს კანტრაბანდა უმტიცდება მხოლოდ კანტრაბანდა არაფერი მომთავაზებთ ნურცს მემაკადრებ და ტყუილად ნურცს თავებ გაიფუჭებთო ჭაბო ამერეჯებმა თქვა რომ 100 როლიაო ფილმშია და მეო ავტორმა ვერცეზე ვერ ვთქვი რომ ეს კი არა ეს ხავნა ყოფილიყო ისეთი მიგნებებია ყველა როლზეო და მართლა ფანტასტიკური როლებია მგონი ოთარი არის საოცარი თენგიზარჩოაძე არის საოცარი უბწყინვალესი ვასაძე სესილია თაყაიშვილი სესილია თაყაიშვილი რო დაითვალოთ ახლა ამ შვიცერიან ფილმში სულ გამოვა მისი როლი 5 წუთიდან თავდება ფილმი და იძახენ ეს გენიოსი ვინ არის რაღაც უძახი შენ ეპიზოდური როლია გიგა ლორთქიფანიძემ დათა თუთაშხიას 7 სრულმეტრაჟიანი სერია რეკორდულ დროში წელიწადსა და 10 თვეში გადაიღო. ფილმი მოსკოვის ცენტრალურმა ტელევიზიამ დააფინანსა. თითო სერიაზე რეჟისორმა 150,000 მანეთი მიიღო. სულ კი დათა თუთაშხიას 7 სერიანი კინოვერსია 1,50,000 მანეთი დაჯდა.
კინო, თეატრი ესეთი რამეა, რომ ჩემთვის პირადად რომ მაგალითად ეხლა რო იდგეს საკითხი რომ დათათუთაშკი ეხლა უნდა გადავიღო, მე ვერ გადავიღებდი, იმიტომ რომ აი თუნდაც, იმიტომ რომ ვერ წარმომიდგენია ვინ უნდა იყოს დათა დღეს ქართულ თეატრში და ვინ უნდა იყოს მუშნი. როგორ უნდა დაუპირისპირდნენ ეს ორი უწყინალესი მამაკაცი და უწყინალესი პიროვნება. და ასევე ძალიან ბევრი წინამდებობა შემხვდა როლების განაწილებაზე, იმიტომ რომ ისე მინდა თქვა, რომ ამ მხრივ მაქვს ხოლმე რაღაცა შინაგანი შეგრძნება ჩემი სიმართლისა. ну მაგალითად მეუბნებოდნენ რომ თენგიზ არჩვაძემ რატო უნდა ითამაშოს ამ დადებითმა გმირმა რომელიც მიჩოვლი იყო რომ დადებითი ესეთი ცუდი ადამიანის როლი და მე მომტკიცებდი რომ ცუდი ადამიანი არ არის მუშნი ეს არის პიროვნება რომელიც უპირისპირდება და ეს ორი ძმა რო იყვნენ ამ ორი ადამიანის სიძლიერეშია სწორედ ესე იგი რომ ორივე სხვადასხვა პოზიცია მაგრამ მაღალი პოზიცია აქვს ну ოთარიზეც იყო ძალიან ბევრი ჭობა რომ რამდენად არის ეს დათა თუ არ არის დათა კიდევ ერთი ფილმი, რომელიც გიგა ლორთქიფანიძეს მნიშვნელოვნად მიაჩნია, ისტორიულ თემაზე გადაღებული წიგნი ფიცისაა, რომელსაც როგორც ქართული ფილმების უმეტესობას მოსკოვიდან ბევრი წინააღმდეგობა შეხვდა. ეს ფილმი მიეძღვნა გიორგისკი ტრაქტატს არა და მე მგონია რომ გადავიღე ფილმი რა მხელა ტრაგედია რომ ქართული ხალხი მივიდა დამოუკიდებლობის დაკარგვამდე და ასეთი ამაზე გადავიღე ფილმი. იმდენად იყო ეს ნათელი რომ მოსკოვში დიდი ხნის განმავლობაში ფილმს არ იღებდნენ და მეუბნებოდნენ რომ ეს ნაციონალისტური ფილმიაო ესე იგი. და თქვენო გინდა დაამტკიცოთ რომ გარდა რელიგიისა თქვენ რუსებთან არაფერი გაკავშირებდა თუ რა თქმა უნდა არაფერი გაკავშირებდა მე თქვი მეუბნებოდი. იმდენად გართულდა მდგომარეობა რომ ფილმს არ უშვებდნენ და დიდი დელეგაცია გაგზავნა შევარდნაძემ ენუკიძე მაშინ დივანი იყო იდეოლოგიის დარგში რეზო ჩხეიძე კაკოდვალიშვილი მე ესე რომ მიგვეღწია მოსკოვში რომ ფილმი გაეშვება. აქ კი ჩამითვალეს რომ ეს ქვია რუსული ორიენტაციის ფილმია. ეს ტყუილია, ეს სიყალბეა. კინოში ძალიან ცნობილი ის არის ხერხი ეს სინჯები, ხო? აი იღებენ სინჯებს და 5-6 მსახიობს სინჯი. მე არასდროს არც ერთი მსახიობის სინჯი არ ჩამიტარებია კინოში. ბევრი ფილმები გადავიღე მე. ნუ ძალიან დიდი ფილმი და მნიშვნელოვანი ფილმია ჩემთვის. წიგნი ფიცისა, რომელშიც ასევე უამრავი ხალხია დაკავებული, ჩემთვის ეგ არ არსებობს. მე ხედავ ასე და ამ კაცმა უნდა ითამაშოს და სხვა არაფერი ჩემთვის არ არსებობს. რეჟისორისთვის საინტერესო ნამუშევრების სიაშია ასევე თეთრი ბაირაღები, რომელიც გიგა ლორთქიფანიძემ მისივე მეგობრის ნოდარ დუმბაძის ნაწარმოების მიხედვით გადაიღო. ადექით თქვენი სისხლი კი აშენდა ქვეყანა. მამალი მაინც იყოს ეს შობელძაღლი ყოველდღიურად რომ აღვიძებს. ვაიმე შვილებო მოგიკოდეთ იდიოტი მამა რა. ამინ. ახია ჩემ დებული ყავი ჩემს ადგილზე რა ჩემი საქმე იყო ასკინითა და მაყვლის სვენი. დილამშვიდობისა ზაზა. დილამშვიდობისა შოშია. როგორ გეძინა ბიჭო? ისე რა შოშია. ცუდი სიზმარი ხომ არ გინახავს? უცნაური სიზმარი ვნახე შოშია, ძალიან უცნაური. მე? ვითომ შინაგან საქმეთა მინისტრი ვიყავი. მე? რა მერე? როგორ თუ რა შინაგან საქმეთა მინისტრი იყავი და არაფერი არ გააკეთე? რა უნდა გამეკეთებინა სულ ნახევარი საათით ვიყავ. ნახევარ საათში? ობეხესმა 25 კაცი დაგვიჭირე, შენ 9 კაცი ვერ გაგვიშვი? ვინ უნდა გამეშო? ვინ და ჩვენ? შეეგოისტო. აი, შენ კი მოუკვდი მართლა იმ შენს გამომძიებელს. მე სათაშორის ვიცნობდი ოლღა ბებიასაც, ილიკოსაც და ილარიონსაც. ხო და აქვია ასევე ვიცნობდი მისი თეთრი ბაირაღების პერსონაჟებს, ტიგრანაცსაც ვიცნობდი, გოგოლსაც ვიცნობდი. ესე იგი, ეს არის ცოცხალი ადამიანები, რომელზედაც წერდა ნოდარი. და რაც არ გაუვლია თვითონ იმას არ წერდა ნოდარი. ციხეშიც რო იჯდა ნოდარი,
ამანაც უშველა რომ დაეწერა ესეთი ჩემი საზრით წყინალი ნაწარმოები როგორც თეთრი ბაირაღებია. ჩემი ბავშვობის მეგობარი იყო და მე საერთოდ მთელი ცხოვრება ერთად ვიყავით და როეწყენ ჩემ ხელში დალია სული. მე მაშინ საავადმყოფოში ვიწექი მეც სულად ვიყავი და ერთი აივანი ჰქონდა ოთახი და ფაქტობრივად ჩემ თვალწინ მოხდა ნოდარის დაღუპვა. ეს ჩემთვის საშინელი ტკივილი და საშინელი. მე მგონია რომ იყო ფანტასტურად ნიჭიერი კაცი. ფანტასტურად ნიჭიერი და ფანტასტურად გულწრფელი. და თანაც ისეთი ცოდნა ჰქონდა ცხოვრებისა და ადამიანის ფსიქიკისა და ისე იცოდა ქართული სოფელი, ქართული ქალაქი. ჯერ ჩემი პირადი პრეტენზიები მოგახსენოთ და შემდეგ საერთოდ ჩვენი საკნის თუ ერთად მიბრძანებთ. მიდი ერთად მივშალოთ. მაშ ასე დავიწყოთ. ბაღლინჯოები გვჭამენ. საჭმლის მაგივრად სილოს გვაძლევენ. ჩაის მაგივრად შარდს გვასვავ. არ გვაძლევენ პერიოდულ პრესას. არ შემოაქვთ პოლიტიკური ლიტერატურა. პირადად მე პური არ მყოფნის. ამნისტიას უგიანებენ. ექსკურსიაზე არ დახყავთ. ფეხსაცემი უჭეს. და ცოლი ხავს ბოზი. მე არასოდეს არ შემშინებია დამეწყო ნოლიდან ცხოვრება. არასოდეს არ უნდა იყო ადამიანი რომ აი მე ეს მაგაკეთებული ეს და როგორ ეხლა მე შემიძლია ხვალ დავიწყო ისე მუშაობა თითქოს აქამდე არაფერი არ გამეკეთებია. ნოლიდან დავიწყო მუშაობა. ასე იყო რუსთავში, ასე იყო კინოში და ის კი არა მახსოვს თან მინდოდა და თან კეთინოს ვეუბნებოდი კაცო 48 წლის კაცი ვარ თეატრალური ეხლა კინო ეხლა ახალი და როგორ დავიწყო მეშინია პირველი გადაღება როგორ უნდა ჩავატარო მაგრამ ქვია რაღაცა ყოფნის შინაგანი მობილიზება რომ ეს შეძლო დარწმუნებული რომ ძალიან ბევრი რაღაცის გაკეთების შესაძლებლობა მას აქვს და უნარი აქვს. აი ხა ჩვენ ერთად გავაკეთეთ თეატრი და უშუალოდ დურუჯი გავხსენით თეატრი და ესეთი აქტიური ენთუზიაზმით ჩაერთო ჩვენთან ერთად და არიან სულ ახალგაზრდები. რომ ახალგაზრდებს მიცეს კიდე რაღაც. ესე იგი გიგას აქ კიდე რა იცით შექების უნარი აქვს. ესე იგი ყველა რეჟისორი ბევრია არ მეგულება მე რეჟისორი. ხელოვანი რომელსაც შეეძლოს შეაქოს მეორე. ნუ მე საკმაოდ რთული კაცი ვარ ასე ვთქვათ რა მე არა ვარ თლათ ასე ვთქვათ მამა აბრამის ბატკანი მომთხოვნი ვარ ძალიან ჩემ თავის მიმართაც და სხვების მიმართაც და მქონია კონფლიქტებიც და მქონია ურთიერთობაში სისტემებიც. გიგა ძალიან კონფლიქტური კაცია. ხო, მისი ცხოვრება არ იყო აი ასეთი ძალიან სწორხაზოვანი, ვარდით მოფენილი. ის თვითონაც არ ერიდება, თქვათ, კონფლიქტურ სიტუაციებს და ძალიან ხშირად ესე იგი, აი ის დიქოტომია, ვთქვათ, როდესაც გონება და გული შენი წინააღმდეგობაში მოდის, ხო მართალია, ეს ყველაზე ძნელი გადასაწყვეტია ადამიანისთვის და გიგას იმხელა შინაგანი პლასტიურობა აქვს, რომ ასეთ სიტუაციაში ყოველთვის იმარჯვებს გული. ამბობენ, რომ გიგა ლორთქიფანიძის წარმატების საიდუმლო ყველაზე მეტად მის მიერ როლების სწორად განაწილებაში მდგომარეობს. ამას არც თავად რეჟისორი უარყოფს და არც მისი კოლეგები. პედაგოგებმა აღზარდეს ჩემში მსახიობისადმი სიყვარული და რომ მე მიმაჩნია, რომ თეატრის და კინოს პირველ რიგში არის მსახიობი. ადამიანებით არის დასახლებული და მთავარია ის ადამიანები, რომელიც ამ ფილმში, ამ სპექტაკლში მონაწილეობენ. მაგრამ თანაც კიდე ერთი თვისება მაქვს მე მგონია რომელსაც მე ასე მიფასებენ სხვადასხვა მსახიობები და ამბობენ ეგრეთ ჩემზე რომ დაუძინებელი მტერი რო იყო გიგა ლორთქიფანიძის თუ შენი როლია შენ თამაშებ იმ როლს ესე იგი თეატრშიც და კინოშიც ბატონი გიგა ითვლება საერთოდ მსახიობის რეჟისორად ეხლა მე რომ მკითხო ეს ფრიად პირობითი დაყოფა არ არსებობენ არიან კარგი რეჟისორები არიან საშუალო რეჟისორები და პარდონ არიან ცუდი რეჟისორები ბატონი გიგა არის კარგი რეჟისორი და თუ ამ პირობითობას გავითვალისწინებთ, ის ითვლება მსახიობის რეჟისორი. მსახიობისთვის ეს მე მგონი ძალიან სასიამოვნოა. იმიტომ რომ ეხლა რაც არ უნდა ჩვენ ვიხტუნოთ რეჟისორებმა, ხო? 10 გენიალური რეჟისორი რო დააყენო 40 გენიალური მხატვარი, კომპოზიტორი, ეს სპექტაკლი არ არის და ერთი ნიჭიერი მსახიობი, ეს უკვე თეატრია, ხო მართალია რა?
უნდა ვაღიაროთ მრავალკომპონენტიანი ხელოვნება, თეატრალური ხელოვნება, მაგრამ მთავარი კომპონენტი, რა თქმა უნდა, არის აქტიორი. ხო მართალია? და აი ამის ფასი იცის გიგა ლორთქიფანიძე. გიგა საერთოდ იუმორით ახსავსე ადამიანია და ესე იგი მსახიობებს მასთან არ უჭირს მუშაობა. ესე იგი ის თავისი ამ ნიჭის მეშვეობით მას შეუძლია რომ ვიღაცის დაძაბულობა მოხსნას, ვიღაცი გაათავისუფლოს, ვიღაცას აღაფრთოვანოს და დაეხმაროს მსახიობს იმ სახის დაბადებაში, შობაში, ესე იგი რომ ის იყოს ადეკვატური მის მიერ ჩანაფიქრისა გამომდინარე ავტორის ნაწარმოებიდან. მე კომპრომისი არ ვიცი. ესე იგი იმდენად არ ვიცი კომპრომისი, რომ პირველი ჩემი შეხვედრა კინოსთან იყო 54 წელს მე უნდა გადამეღო ჭრიჭინა. სრულად ახალგაზრდა რეჟისორს მომიწვიეს ჭრიჭინას გადასაღებად და ჩემთვის იყო ნათელი რომ მედიკო ჯაფარიძეს უნდა ეთამაშა აუცილებლად და მართლა ბრწყინვალე იყო სპექტაკლში მედიკო ჯაფარიძე და შესანიშნავი ის იყო და მაშინ ცეკა და ესენი ერეოდნენ ხოლმე ეგეთ რამეში და ჩათვალეს რომ ცოტა გვიანარი მედიკოსთვის ამ როლის თამაში და არადამ მშვენივრად გამოიყურებოდა პატარა გოგოს გავდა ყველაფერი და მოგეთ მითხრეს რომ შეცვალეო მე დავაღალე საკითხი რომ თუ არ იქნება მედიკო მე არ გადავიღებ ფილმს მე მსახიობის ერთგული რეჟისორი ვარ როდესაც ინსტიტუტში იდგმება სადიპლომო საკურსო სპექტაკლები და ჩვენ ვესწრებით ხო რეჟისორები და უყურებთ და იმას ვაფასებთ და რაღაც ესე იგი ვიხილავთ ასე ვთქვათ ანალიზს უკეთებთ სპექტაკლს მე ჯერ არ მინახავს რომ მას ზუსტი დიაგნოზი არ დაესვეს რაც სამწუხაროდ ხშირი არ არის ესე იგი ის ძალიან მკვეთრად გრძნობს სიმართლეს სად ცრუობს ხელოვანი და სად არის ორგანული როდესაც სულ სპექტაკლს ვუყურებ მე ბოლომდე ვერ ვჩერდები აი გიგა ყველაფერს ნახავს მაგრამ გარდა მაგისა კიდე რაღაცა აი რაც ყოფილა ნუ ჩვენს ურთიერთობაში როდესაც ის ჩემი უფროსი იყო სამხატვრო ხელმძღვანელი მარჯანიშვილის თეატრში ნუ ხდება რომ რაღაცა სცენა არ გამოგდის წყალობ ასეც ნუ იტანჯები ხო და მithოვია რომ შემოდი რა რეპეტიციას ისეთ ზუსტ რეცეპტს გამოწერს ისეთ მოულოდნელ შემოთავაზებას კი არ დაგაძალებს გაგიკეთებს აი ასეთ და ხვდები ვაიმე ღმერთო ეს როგორ არ მომივიდა თავში ერთხელ ერთ მსახიობს ვეჩხუბე და მეორე მითხრა რომ რატო ეჩხუბებიო და მე ვთქარი მე იმას ვეჩხუბები ვინც მიყვარდა შენთან მიჩხუბია როდის ვემეთხი და ნუ ჩხუბი ეს როგორ არის ახლა რეჟისორი არის მაქსიმალურ სხეულობს მსახიობისგან და ამიტომ მაგრამ დამყოლიც ვარ ძალიან თუ საერთოდ საინტერესო მოიტანა მსახიობმა მე მიყვარს არ მიყვარს მსახიობები რომლებიც თოჯინებივით არიან რომ გადადი გადმოდი და ყველაფერს თუ თავისი საკუთარი არ მოაქვს და თავისი საკუთარი პრინციპები არ გააჩნია მსახიობს ის არასოდეს ჩემთვის საინტერესო არ არის მისნაირ პროფესიონალთან სასიამოვნოც კია კამათი იმიტომ რომ მას ესმის უბრალოდ ის შეიძლება რაღაცეებში თავისებური ხედვა ქონდეს ამდენად ისეთ ადამიანთან მუშაობა ყოველთვის არის სასიამოვნო ვინც იცის თავისი საქმე და გარკვეული თავისი მოსაზრებები გააჩნია ოჯახში ძალიან სუსტი ვარ ძალიან დამყოლი შვილების მიმართაც და მეუღლის მიმართაც ჩემი ტკიცა ხასიათი სულ არ ვლინდება ოჯახში და ისეთი დამყოლი ადამიანი ვარ ძალიან გაგიჟებით მიყვარს ჩემი ცოლ-შვილი მიყვარს ჩემი
კეთილო ძალიან მიყვარს, კარგი შვილები მყავს, მე ასე მგონია, მშვენიერი გოგოები არიან და შვილიშვილები და ბოლოს სულ გოგოებში ვიყავი და ბოლოს ბიჭის გამიჩნდა, გოგოსგან გამიჩნდა. ისა რომ ლორთქიფანიძე არ არის. და ბოლო ჩემ დაბადების დღეზე სიზემ მომიტანა იუსტიციის სამინისტროში დამტკიცებული დოკუმენტი, რომ ეს არის გიგა ლორთქიფანიძე. ამისთან საჩქარი ჩემთვის არასდროს არავის არ გაუკეთებია და ბიჭიც გასცდა ჩემ. თუმცა ჩემი სიძე ხმარობდა, რომ რა მაგას დაჯობია, ვეწყერო გიგა ლორთქიფანიძის მამა ვარ.